მე რაც მაქვს ინფორმაცია ზოგადად საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებთან მიმართებაში ქონდა გარკვეული პერიოდი მასთან შეხება $5,000-ზე მეტს რომ რიცხავს ადამიანი საზღვარგარეთიდან ანუ როგორც ამას ეროვნული ბანკი ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ საქართველოში თანხების გზავნილებზე არის ძალიან დიდი კონტროლი. მათ შორის რეგულაციები არის ტერორიზმის დაფინანსებასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და ამიტომ ფული არის ძალიან ისეთი საკითხი, რაც ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ამ მიმართულებით. შესაბამისად წარმოუდგენელი არის მერწმუნედ დარწმუნებული ვარ ეს სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებთან შეთანხმების მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე მსგავსი სქემა ან მსგავსი მოქმედება ვინმეს აქ არ არის საუბარი 100,000-ზე და 10,000-ზე. არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, რამოდენიმე წლის უკან მოხდა ესეთი ფაქტი, ქეთევან წამებულის გამზირზე იყო ესეთი სავალუტო ჯიხური, რომელიც ჩაატარეს ღონისძიება, ამაზე განცხადებაც გააკეთეს, სადაც იგივე სქემა, იგივე მოდელი მუშაობდა. ასევე შეგიძლიათ გაიაროთ ვაგზლის მოედანზე, გაიაროთ პეროვსკაიაზე, უამრავი სავალუტო ჯიხურები არის და ხო, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ფულის გათეთრებით არის დაკავებული, მაგრამ აქ მთავარი მართალს ბრძანებთ თქვენ სრულიად სხვა რამეა. მთავარი არის ის, როგორ ხდებოდა აი ამ 60 მილიარდი რუბლი, აი ამ თანხის შემოტანა საერთოდ როგორ მოხდა ქვეყანაში, რამდენმა უწყებამ დახუჭა ამაზე თვალი და საით მიდის კვალი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უახლოესი წარსულის დაკავებები ჯვანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მოკლედ ბევრი რამ არის სადაც შეიძლება ითქვას რომ ყულფი ვიწროვდება ვის თავზე ეს არის ღარიბაშვილი ლილუაშვილი აი თქვენ როგორ ფიქრობთ მაშინ გამოვიდეს კობახიძე და აღიაროს რომ სახელმწიფო ინსტიტუციები მოშლილი არის და საქართველოში არ მუშაობს არც ეროვნული ბანკი არც ფინანსთა სამინისტრო, არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ანუ თუ ეს ყველაფერი ხდება, მაშინ სახელმწიფო ინსტიტუციები რას აკეთებენ? ანუ აქ არ არის რომელიმე ჩავარდნა პირობითად რომელიმე კონკრეტულ უწყებაზე ხო არ არის. ანუ ეს სქემა, რომელიც ახლა გამოავლინეს, არის ფაქტობრივად მასშტაბური, იმიტომ რომ ყველა ძალიან ბევრი ელემენტი მონაწილეობს. შესაბამისად, ანუ ეს ყველაფერი იცოდნენ და ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, კრიშავდნენ. ეხლა ამის უკან ვინ იდგა, ვისი ინტერესები იყო, ბუნებრივია შავი ფული ყოველთვის 2024 წლის არჩევნებზე ზბრუნავდა, არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე, ესე ვთქვათ, ქეშით რო აძლევდნენ პრემიებს, აბა როგორ წარმოგიდგენიათ, ბიძინა ივანიშვილი იღებდა ჯიბიდან და ისაძლევდა. ეს რუსული ფულია, ირაკლი, თქვენ რა შეგიძლიათ? არ ვიცი, მე არ ვიცი, ქალბატონო, ეს ანუ რუსული ფულია, დაუშვათ, უზბეკურია, ბერძნულია თუ საიდან არის წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ აქ გაცილებით დიდი ტრაგედია არის ის, რომ სახელმწიფო დღეს არა სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე ოპერირებს, არამედ ეს არის ერთი დიდი კრიმინალური დაჯგუფება. ანუ ეს არის ჩვეულებრივი მაფია, რომელიც აკეთებს ყველაფერს და იყენებს სახელმწიფო ბერკეტებს ამ შავი საქმეების შესასრულებლად და ბრჭყალებში გასაправებლად. მაშინ, როდესაც ანუ ნებისმიერი ელემენტარული რაღაცა საკითხი რაც სახელმწიფო დონეზე არ არის დარეგულირებული, ესენი გადართულები არიან მთლიანად ამ ფულის კეთებაზე თუ გამდიდრებაზე თუ ასე შემდეგ. ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის დღეს უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჯუანშერ ბურჭულაძეს დააკავებენ, პეტრეს დააკავებენ, პავლეს დააკავებენ, ვისთან რა ვერ გაიყვეს, ან ვისთან რა ვერ დაალაგდნენ, ან ვინ რა არ გადაუხადა. ამით სახელმწიფო ზიანდება, სახელმწიფო ინსტიტუციები ზიანდება და ამისი შემდგომი აღდგენა ამისი რაღაც საწყის რელსებზე დაბრუნებას ან შევძლებთ საერთოდ ან ამას შეიძლება 10 წლეულები დასჭირდეს. კი ბატონო, აი რატომ ახლა თუ როგორც გამოძიება ამბობს დაუშვათ 1 წელია ამ საქმეზე გამოძიება და დაწყებულია, უпростоრეთ ერთ-ერთმა დამცველმა თქვა, უფლებების დამცველმა დაკავებულის. ამ შემთხვევაში რატომ ახლა არის თუ არა ეს რასაც ამბობს კობახიძე, რომ აი ჩვენ რეალურად დავიწყეთ კორუფციასთან ბრძოლა.
ეს არის რეალურად კორუფციასთან ბრძოლა, თუ ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება, თუ ეს არის რაღაცა მზის ქვეშ ადგილის მოპოვების მცდელობა. აი თქვენ რა ანალიზი შეგიძლიათ დადოთ ამასთან დაკავშირებით? რამდენი წელია რაც ყობახიძე პრემიერი არის, მაინც და მაინც 2025 წლის სექტემბერში გადაწყვიტეს, რომ ერთიანად დაეწყოთ კორუფციასთან ბრძოლა, ერთიანად დაეწყოთ კრიმინალთან ბრძოლა, ნარკოტიკებთან ბრძოლა და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი ეს ყველაფერი მაინც და მაინც სექტემბერი არის რაღაცა მათთვის ფენომენალური თვე თუ რა ხდება. ანუ აქამდე სად იყვნენ? გამოძიება ერთი წელი ამას ვერავინ ვერ დაადგენს. ამას ჩვენ არ ვიცით ერთი წელი მიმდინარეობდა თუ გუშინ დაიწყეს. ისევე როგორც იძახდნენ ხაბეიშვილის შემთხვევაში რომ გამოძიება დავიწყეთ ივნისში, მაგრამ სინამდვილეში მე როგორც თქვენმა ტელევიზიამ გაშიფრა ერთ დღეში არის გამოძიებაც დაწყებული, ჩვენებებიც მიცემული და დასრულებულის და განაჩენიც დამდგარი და ანუ მე ამისი არ მჯერა და დარწმუნებული ვარ ამის არ ჯერა საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ვინ ზოგადად ელემენტარულად აზროვნებს და ლოგიკური მათა ჯაჭვის გავლება შეუძლია. ეს დაკავშირებული არის არჩევნებთან. ჩემი მოსაზრებით ეს არის დაკავშირებული მათივე ამომრჩევლის მოტყუებასთან, იმიტომ რომ რა გარანტიას იძლევიან ესენი, ანუ რომ გავყვეთ თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში მსგავსი უტიფარი განცხადებები, რაც მათ აქვს გაკეთებული, დაწყებული deep state-დან დამთავრებული თავიანთ თანაგუნდელებამდე. რა გარანტია არსებობს იმის, რომ პირობითად 4 ოქტომბრის მერე როგორც ესენი თავიანთ ამომრჩევლებში და სახელმწიფო უწყებებში, ასე ვთქვათ, დეзинფორმაციასავით ავრცელებენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დაალაგდება, რა გარანტია გვაქვს, რომ იგივეს არ გააგრძელებენ და ახალი ჯუანშერ ბურჭულაძეები, ახალი ასე ვთქვათ, დამნაშავეები, ახალი კორუფციული სქემები, ახალი ლილვაშვილები არ გვეყოლებიან. ამის გარანტიას ვერ გვაძლევენ. ხო, გარანტია არაფრის არ არსებობს და პრინციპში ყველასთვის ეს გამოძიებები მათთვის, ვინც თქვენ ახსენეთ, არის გზავნილი, ამიტომ ვიკითხე მე, ვისთან შეიძლება კვალი მიდიოდეს, იმიტომ რომ უნდა დაასახელონ ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აი ამხელა აფიორის უკან იდგა და არის თუ არა ეს ღარიბაშვილი და ან ლილუაშვილი თქვა, ამიტომ გკითხეთ თქვენ რა თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, აპირებენ თუ არა მათ დაჭერას რომელიმე მათგანის. ალი მივა სოფელ ჭორვილაში იმის გარეშე მსგავსი მასშტაბის ბინგა ბედავს, რომელი აიღებდა საკუთარ თავზე, ვერც ერთი ვერ აიღებდა. ღარიბაშვილის დაჭერამ, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ანუ ბიჭებს როგორც აქვთ, ანუ შიდა წყაროებში კი ბატონო იგეგმება და მათ შორის ლილუაშვილის უბრალოდ დროის ფაქტორი არის ეს, როდის გააკეთებენ ამას და რა მეთოდით გააკეთებენ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რიგში რო დგას ღარიბაშვილი პასპორტები რო ჩამორთმეული აქვს ერთსაც და მეორესაც და ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვს და ფაქტიურად ჩინაპატიმრობაში იყოფებიან მათ სახლებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანები ოპერირებს კამერები დაუყენეს გადაზეტეს ავი ესეთი მასეთ ყოფას სამოქალაქოზე ცხოვრებას ერქვათ პატიმარი და ციხეში იყროს ჩემი აზრით ეგ ჯობია ვიდრე მათ ყოფას დღეს რა ყოფაში წეგენ ცხოვრობენ